გააყარა ქართულად. ნანოფ რომ არ ვიბრძოლე ურთიერთობის შენარჩუნების. ძალიან ხშირად ჩუბობდით ამის მონსტრე იყო ბავშვი. უკვე განწირული იყო. 15 წლიდან კარიერისტი ვარ. ამას ნორმალური მამაკაცი ვერ ეგუება. წარმატებული ხალი განწირულია რომ იყოს მარტო. განქორწინების შემდეგ ქალები ხდებიან უფრო აქტიურები. ყველაზე მეტად მაინც ზარალდებიან ბავშვები. ვამბობთ რის ფასად, ხომ? მე იმისთვის მოგიყვანე, რომ უნდა გააჩინო ბავშვები. 6 შვილი მისია, მაგრამ ასე თუ ისე ზრდი. მე მინდა კამერის წინ თქვა, თქვენი ყოფილი მეუღლის გასაგონად, რომ თქვენ ხართ ძალიან სამარცხვინო ადამიანი. ჩვენთან ფაქტიურად მონობაა. გცემს, ესე იგი უყვარხარ. მეორე ცოლი მყავს. პირველი სიყვარული ჩევირთე, მეორე ბავშვისთვის. 40% ეს არის იპოტენციან ორიენტაციის შეცვლა. ქალბატონის ან მის საწოლში ეს არის საშინელება. არის პროფესიული საიდუმლოებები, ყველაფერს ხო არ იტყვის ახლა კაცი.